ეს უკვე ჩვენი მეოთხე ვიდეო შეხვედრა. რითი დამთავრდა, რითი დასრულდა ჩვენი წინა შეხვედრა. ძალიან სასარგებლო წარმოდგენით, რომელიც ჩვენი მეთოდოლოგიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება. ეს არის ინფორმაციული გზავნილის ცნება და განმავითარებელი ინფორმაციული კავშირის, ანუ კომუნიკაციის ცნება. ნებისმიერი კომუნიკაცია ორ ფსიქოლოგიურ ობიექტს შორის, ანუ ორ ადამიანს შორის არის ინფორმაციის რაღაც გაგზავნა, მიწოდება, რაღაც სახით არის გაფორმებული ეს ყველაფერი, ამ ინფორმაციის აღქმა, გარკვეული რეაქცია ამ ინფორმაციაზე და საუკეთესო შემთხვევაში უკავშირი. ეს იყო ჩვენი ბოლო სლაიდი და აქ მონიშნული იყო, როდესაც ინფორმაციული გზავნილი შეიცავს რაღაც ისეთ ინფორმაციას, არ არის სრული, შეიძლება საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად ეს სპეციალურად გაკეთდეს, არ იყო სრული და ადამიანი იწყებს ფიქრს. რა თქმა უნდა, დონეს გააჩნია, ანუ რა მარაგი გააჩნია უკვე ცოდნის, ანუ თუ იბადება შეკითხვა და თუ ნამდვილად ეს შეკითხვა აწუხებს, მიმღებს, მაშინ დროთა განმავლობაში შეიძლება სულ წამები დაჭირდეს, შეიძლება რაღაც ინფორმაციის მოზებნა დაჭირდეს, ხდება ახალი აღმოჩენა. შეიძლება იყოს სხვანაირი ინფორმაციული გზავნილი, მაგალითად აი ასეთი, რადგან ჩვენ მაინც კულინარიას უმიზნებთ, შეიძლება იყოს და ნამდვილად ამას ცოტა დეტალურად შევეხებით, მოგვიანებით, შეიძლება თქვენ იცნოთ აი ამ ინფორმაციულ გზავნილში რაღაც თქვენთვის უკვე ნაცნობი რაღაც რეალობის ობიექტები. აი ფოტოსურათებზე კულინარული ნიმუშებია, მე რომ მკითხოთ და მათი რეცეპტები. ზუსტად აი ესეთნაირად აი ჩვენი პროექტის მთავარმა კოორდინატორმა, ადმინისტრატორმა, ქალბატონმა ლიამ, ზუსტად აი ესეთი ინფორმაციული გზავნილებით შექმნა უზარმაზარი გაერთიანება. ადამიანებს უგზავნიდა ამას, ეს იწვევდა ინტერესს, ანუ პირველი რეაქცია იყო, გავიგე რა არის, ნახეთ, ეს ძალიან საინტერესო, აგერ რეცეპტიც აქვს ამას, ანუ უკვე რეალიზება არის შესაძლებელი, პროექტის განხორციელება, ანუ თუ მივიღე აი ასეთი ინფორმაციული გზავნილი, ყველა ინფორმაციული გზავნილი არის აბსტრაქტული სისტემა, რომელიც ახალი რეალობის შექმნის საშუალებას იძლევა, ვიწყებთ ამის კეთებას. ვიწყებთ ამის გამეორებას ამ ინფორმაციის საფუძველზე, მაგრამ აქაც შეიძლება იყოს და ეს ძალიან ბუნებრივია, რომ გაჩნდეს შეკითხვები. აი ამ შეკითხვებზე პასუხის გასაცემა შეიძლება ეს იყოს ისევ ინტელექტუალური დატვირთვა, შეიძლება იყოს პრაქტიკაში განხორციელებული თქვენს ლაბორატორიაში, ჩემს ლაბორატორიაში, სამზარეულოში და გაჩნდება შეკითხვა, რომელზეც ასევე უნდა მოიძებნოს გარკვეული პასუხი. აი ამ ჩვენი პროექტის განმავლობაში მე პირველ ნაწილში მოგაყარეთ უამრავი ინფორმაციული გზავნილი. პრაქტიკულად 200-ზე მეტი ვიდეო შეხვედრა, ვიდეო საუბარი ჩაიწერა, გამოგიგზავნეთ ეს ყველაფერი და თითოეული მათგანი შეიცავდა ინფორმაციულ გზავნილს. ანუ ყველა აი ამ ინფორმაციულ გზავნილზე რეაგირება უნდა მოხდეს, თუ გვინდა, რომ გუნდურად ერთად ჩვენ რაღაც შედეგს მივაღწიოთ. ვისწავლოთ, როდესაც ერთმანეთთან ჩვენ გვაქვს ურთიერთობა და როდესაც ჩვენ რაღაცას ვარკვევთ, რაღაცას ვაკეთებთ, მაშინ უნდა შევეცადოთ, რომ რაც შეიძლება სრული იყოს ეს ინფორმაციული გზავნილი. მაგრამ სასწავლო ინფორმაციული გზავნილები აუცილებლად რაღაც პატარა ხრიქს უნდა შეიცავდნენ, რომელიც ჩართავს ობიექტივაციის უნარს, ჩართავს ცნობიერებას ინფორმაციასთან მუშაობის უნარს განავითარებს. პირველ ჩვენ ვიდეო საუბრებში საუბარი იყო იმ სასწაულზე, რომელიც მოახდინა ქალბატონმა ლიამ ესეთი ექსპერიმენტის შედეგად. ყველა კულინარული ობიექტი არის მიმზიდველი, საინტერესო, ყველა შეიცავს რაღაც
ობიექტს რაღაც ქმნის, რაღაც კავშირს, რაღაც მოსაზრება, რაღაც წარმოდგენა უჩნდება. აი შეგიძლიათ აი აქაც ნახოთ, აი ეს კულინარული პეპელა, ასეთნაირად აი ფეხსაცმელის სახით გაფორმებული უკვე კიდევ ერთი კულინარული ნიმუში და ამას მოყვებოდა კიდევ რეცეპტები. ანუ ინფორმაციული გზავნილი, რომლის საფუძველზე შესაძლებელი იყო უკვე გარკვეული რეაქციის გამოვლენა. შეკითხვა, რომ საინტერესოა, აბა ვნახო რა არის, ვერ მივხვდი, მაგრამ დავიწყებ მუშაობას, გავაკეთებ აღმოჩენას, ან და ეს ხო ჩემთვის ნაცნობია, მოდი დავიწყო ამის რეალიზება უკვე ჩემ სამზარეულოში, ჩემი პროექტის სახით. ნახეთ, სულ ტრიალებთ იმის გარშემო, რომ პროექტი. ანუ მიზანი რა გვინდა, იმის კვლევა რა გვაქვს, რა ოპერაციები უნდა გავაკეთოთ, განვახორციელოთ იმისათვის, რომ მივიღოთ შედეგი, რა დროში უნდა მივიღოთ ეს შედეგი. აი ასეთი რაღაც ექსპერიმენტი განხორციელდა, რომელმაც ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანების მიიზიდა. ათეულობით 1000 ადამიანი რეაგირებს ამაზე. ანუ პირველად ფუნქციაზე, ენერგიის მიღების ფუნქციაზე, ენერგიის გარეშე ჩვენ საკვების გარეშე ვერ ვარსებობთ, მაგრამ ეს თუ გაფორმებულია ესთეტიკურად, თუ შეიცავს ინფორმაციულ გზავნილს, ანუ ინფორმაციას როგორ უნდა განვახორციელოთ ეს ყველაფერი, ხდება აი ასეთი ინტელექტუალური აფეთქება, ჯაჭვური რეაქცია. მოდით აი ესეთნაირად დავარქვათ ამას და შეიძლება ეს იყოს ის ბერკეტი საერთოდ განათლებაში, ბავშვების აღზრდაში და საყრდენი წერტილი, რომლის საშუალებით ძალიან სერიოზულ შედეგს მივაღწევთ. და აქ თუ დააკვირდებით, აი ჩვენი ევოლუცია როგორც ბიოლოგიური სახეობის, ესეც ჰქონდათ თქვენ უკვე და მივედით იქამდე, რომ აი 2000 წლიდან უკვე ვართ ჩვენ საინფორმაციო ტექნოლოგიების ეპოქაში შესულები, მაგრამ გვიჭირს თუ რიცხვებით და ზომის ცნებით ვერ ვსარგებლობთ. აი ჩვენი პროექტის მიზანიც ეს არის, რომ ახალგაზრდა მშობლებს და სულ ყოველთვის ვიძახი ბებიებს, ბაბუებს, მამებს, დედებს ვასწავლოთ ჩვენ რიცხვით და ზომით სარგებლობა. ეს არის პირველადი საჭიროების ცნებები, ამაზე ავაგებთ ჩვენ. და აი აქ კიდევ აი ამ სლაიდზე არამკაფიო ლოგიკა უნდა ვახსენოთ, რომელიც არ იძლევა ზუსტი გამეორების საშუალებას, აი ამ ტერმინის ჩამოყალიბება არც ისე დიდი ხანია, სულ 50 წელია მთელი ამ ევოლუციის მანძილზე, რაც გავიაზრეთ, რომ თურმე სიტყვებით მარტო რომ გადავცემთ ჩვენ ინფორმაციას, ეს საკმარისი არ არის. თუ მივაყოლეთ რიცხვები, თუ მივაყოლეთ ნახატები და ნახაზები, მაშინ შეიძლება შედეგს მივაღწიოთ. ნუ პროექტზე მუშაობა და საერთოდ აი ამ ინფორმაციული გზავნილით, კულინარული ინფორმაციული გზავნილით ახალი რეალობის შექმნა ინტელექტუალური ოპერაცია არის, ამაზე უკვე ჩვენ შევთანხმდით. თუ ჩვენ კიდევ განვახორციელებთ და განვავითარებთ ამას ისეთნაირად, რომ რიცხვებით და ზომებით ოპერირება მოვახერხოთ და აუცილებლად უნდა მოვახერხოთ და აქეთ მიდის ყველაფერი, საერთოდ აი ჩვენი კულტურა, მაშინ შეიძლება ჩვენ ვიფიქროთ, რომ დგება ინტელექტუალური კულინარიის დრო. ანუ ის, რაც ყოველდღიური მოთხოვნილება, თუ გაფორმებულია ეს ყველაფერი ესთეტიკურად, თუ ლამაზია და აგრეთვე თუ სათანადო სიზუსტით არის ეს ყველაფერი უზრუნველყოფილი, მაშინ შეიძლება ამას დავარქვათ ინტელექტუალური კულინარია. მივიღოთ შეიძლება ხუმრობით, შეიძლება სერიოზულად. ეხლა თუ გავიხსენებთ პირველ ჩვენ ინტელექტუალურ გზავნილს, ინფორმაციულ გზავნილს, აი ეს იყო. აქ მე ახლა დაუმატე რაღაცა ესეთი პატარ-პატარა მინიშნებები, აი პუნქტირით გაჩნდა ხაზები, რომლებიც უკეთესად გამოხატავენ
მოცულობას, რომ ჩვენ გარკვეული პირობებით, გარკვეული შეფრირება, დეშიფრირებით ინფორმაციის, გარკვეული წარმოდგენების შემოტანით შეგვიძლია ჩავიხედოთ შიგნით, აი ამ მოცულობაში, სამწუხაროდ ხაზვა ხატვის ელემენტები დღეს სკოლაში პრაქტიკულად გამქრალია, მაგრამ ჩვენ შევეხებით ამას. ბავშვებთან მუშაობაში აუცილებლად თქვენც უნდა ისწავლოთ ხატვა ხაზვა და ბავშვებსაც უნდა ასწავლოთ. ხატვა ხაზვა არის უმნიშვნელოვანესი განმავითარებელი ფსიქოლოგიური ოპერაცია. ამას ჩვენ არაერთ შემდეგ ვიდეო საუბარს დაუთმობთ და ამით აუცილებლად უნდა ვისარგებლოთ. ანუ აი აქაც მოვნიშნე პირველი აი ასეთი ელემენტები, პუნქტირები გატარებული და უკვე შიგნით ნახეთ აი პატარა ესეთი კუბები განვათავსე და მოდით დააკვირდით, რომ აი ჩვენ აი ამ ბრტყელ ეკრანზე, ბრტყელ ფურცელზე შეგვიძლია გარკვეული მოცულობითი წარმოდგენები შევქმნათ და აქ ეს ძალიან კარგია, მაგრამ ილუზიებიც ჩნდება და გარკვეული საფრთხე, რომ შეიძლება ჩვენ ისეთი ობიექტები დავხატოთ, რომელიც თითქოს რეალურია, მაგრამ რეალური არ იყოს და ასეთი ოპტიკური ილუზიები გავაჩინოთ. ნუ, აი ასეთნაირად განვავითარეთ მაშინ გახსოვთ, ზომა და რიცხვი. ზომის ობიექტები, ზომის საშუალებები, რიცხვებზე წარმოდგენა. ამასაც უკეთესად განსაზღვრავთ. თუ პირველ სლაიდებს გავიხსენებთ, შეიძლება ზოგიერთმა თქვენთაგანმა თქვას, რომ ეს ყველაფერი ვიცით, ცნობილია, ზოგმა მოინდომოს რაღაც განმარტება. ანუ ჩვენ ყველა ასეთ მოთხოვნას დავაკმაყოფილებთ. და ბოლოს მოდით ისევ გავიხსენოთ, რომ ჩვენ მარგალიტებით ვთამაშობთ, ანუ წარმოდგენის მარგალიტებით თამაშობთ, ანუ საუკეთესო პირველადი ცნებებით ვსარგებლობთ და ამაზე ვაგებთ ჩვენს წარმოდგენებს. ამ მიდგომით ვმუშაობთ. ისევ ის ინფორმაციულ გზავნილთა ერთობლიობა, რომელთაც ჩვენ დავიწყებთ და ერთადერთი საშუალება, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგდეს, უნდა იყოს ზომა და რიცხვი. ანუ ჩვენ პრაქტიკიდან გამომდინარე მივმართავთ არაერთხელ თეორიას, თეორიულ ნაწილს, იმ სლაიდებს და იმ ვიდეოების ფრაგმენტებს განვიხილავთ, რაც იყო იმ ნაწილში, რომ ზომა და რიცხვი იყოს ჩვენი მთავარი ფუნდამენტი, საყრდენი, საიდანაც ჩვენ ვივლით წინ. ანუ მშობლები, ახალგაზრდა მშობლები, ბებიები და ბაბუები ვსწავლობთ და ვითვისებთ ამ ცნებებს იმისათვის, რომ ბავშვებს ბავშვობიდანვე დაუნერგოთ ეს კომუნიკაციის უზუსტესი, ამომწირავი და საუკეთესო კომუნიკაციის, ინფორმაციული კომუნიკაციის საშუალებები. ნუ ბოლო სლაიდზე მინდა ისევ დაგანახოთ თქვენ რასელ ლინკოლნ აკოფის წიგნიდან ორი ციტატა, წითლად მოვნიშნე ის, რაც არ უნდა ვაკეთოთ და მწვანედ ის, რაც უნდა ვაკეთოთ. დაგემშვიდობებით და დაიმახსოვრეთ, რიცხვი და ზომა ეს პირველადი ცნებებია. რიცხვით და ზომით ჩვენ ადამიანები განსხვავდებით, ანუ ჩვენი ინტელექტუალური პროდუქტია, განსხვავდებით სხვა ყველა ცოცხალი არსებისაგან, რაც ამ პლანეტაზე არსებობს. ეს არის ჩვენი მთავარი უპირატესობა, ინსტრუმენტი და განვითარების საშუალება. ეხლა რადგან უკვე რიცხვზე და ზომაზე გვაქვს პირველადი ჩვენ წარმოდგენა, შეგვიძლია ისევ კალორიას დაუბრუნდეთ, ექსპერიმენტს დაუბრუნდეთ და დავგეგმოთ ეს ყველაფერი ისე, რომ პროექტის სახით ჩვენს ლაბორატორიებში განვახორციელოთ საინტერესო ექსპერიმენტები, გავერკვეთ რა არის ენერგია, რა არის კალორია და როგორ უნდა ვისარგებლოთ ამით, რა ამოცანები უნდა დავსვათ ამით, თუ რაღაც რაოდენობა კალორიების მივირთვით ენერგიის სახით, აბა მაშინ რა მოხდება? შეგვიძლია თუ არა ეს ყველაფერი ჩვენ გავთვალოთ. მოდით დავასრულოთ. მადლობა ყურადღებისათვის და ხვამდის.